ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და ასისტი. ახალი აღნიშვნა, რომელზეც ყველა საუბრობს. ლივერპულში კი დაძაბულობაა. საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა 2 ბურთი გაუშვა და რა ინციდენტი მოხდა მას და სობოსლაის შორის. ქართველის პოზიციები პირველ ნომრად არც ისე მყარია. კვირას გამართული ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ ბრიტანული პრესა არნე სლოტის გუნდის არადამაჯერებელ თამაშზე აქტიურად წერს. Empire of the Cup-ი გიორგი მამარდაშვილსა და დომენიკ სობოსლაის მცირე ინციდენტს შეეხო და ლივერპულ ექოს მიმოხილვის სიტყვები გამოიყენა. კვირას ენფილდზე გიორგი მამარდაშვილმა პრემიერ ლიგაში პირველად იასპარეზა, თუმცა ლივერპულის მეკარესთვის ეს დასამახსოვრებელი საღამო არ ყოფილა. 25 წლის ფეხბურთელის დებიუტი წითლების რიგებში გასულ თვეში საშინაო კედლებში შედგა და ის ამჟამად ტრავმირებული ალისონ ბეკერის შემცვლელად ასპარეზობს, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო რამოდენიმე მატჩს გამოტოვებს. ქართველმა სამწუხაროდ გუშინ კიდევ 2 გოლი გაუშვა, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედმა ენფილდზე გაიმარჯვა. მატჩის გადამწყვეტი მომენტის წინ მამარდაშვილი ერთ-ერთ თანაგუნდელზე გაბრაზებული შენიშნეს, როგორც ამას პოლ გორცი ლივერპულ ექოსთვის აღნიშნავს. ეს იყო 82 წუთზე, როდესაც ლივერპული გამარჯვების გოლის გატანას ცდილობდა. დომენიკ სობოსლაიმ მეკარე გიორგი მამარდაშვილისკენ აუტის სწრაფად მოაწოდა, თუმცა თამაშის სწრაფად განახლების სურვილით უნგრელის პასი მეკარისთვის ოდნავ მოკლე აღმოჩნდა, რამაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი აიძულა ნაჩქარევად გამოსულიყო და არადამაჯერებელი ქმედებით საშიშროება განემუხტა. ამ მომენტში სობოსლაი უკვე მარჯვენა მცველად იყო ჩაწეული. მამარდაშვილმა საბოლოოდ ბურთი მოიშორა, მაგრამ სობოსლაის აუტით გამოწვეული უკმაყოფილება გამოხატა და ერთ წუთში იუნაიტედმა ჰარი მაგუარის გოლით თამაში მოიგო. მაგუაერის გოლი უშუალოდ ამ ინციდენტიდან არ მომდინარეობდა, მაგრამ ის დაახლოებით 1 წუთის შემდეგ გავიდა, რადგან მანჩესტერ იუნაიტედმა იგრძნო შესაძლებლობა, რომ სამივე ქულა მოეპოვებინა. გორცმა შეაჯამა. ეს იყო ინციდენტი, რომელმაც შეაჯამა ის დაბნეული აზროვნება, რომელიც ლივერპულს ბოლო დროს აწუხებს, რადგან გუნდი გამარჯვებას თითქმის ყოველ ჯერზე ბოლო წუთებზე ცდილობს. საბოლოოდ კი ამის გამოზარალდებიან. ისე კი უნდა ითქვას, რომ დომენიკ სობოსლაის მარჯვენა მცველად გამოყენება არნე სლოტს ჩემპიონთა ლიგაზეც ძვირად დაუჭდა. გალათასარაისთან 0-1 პენალტი სწორედ მის შეცდომას მოყვა. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ლევერკუზენის ბაიერნი შინ PSG-სთან 2-7 დამარცხდა. PSG-მ სამივე მატჩი მოიგო და ამ მომენტისთვის ლიგის ფაზას ინტერთან და არსენალთან ერთად ლიდერობს, თუმცა რადგან ლუის ენრიკეს გუნდს მათზე უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს, პირველ ადგილზეა. მე-7 წუთზე პაჩომ PSG დააწინაურა. 25 წუთზე მასპინძლებმა პენალტი ვერ გაიტანეს, გრიმალდომ ძელს გაარტყა. 31 წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა ანდრიხმა წითელი ბარათი მიიღო, თუმცა 37 წუთზე სტუმრები 10 ფეხბურთელით დარჩნენ. არბიტრმა ზაბარნი გააძევა და ალექს გარსიამ პენალტიდან წონასწორობა აღადგინა. 1-1. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ PSG-ს კარის მიმართულებით დანიშნული ორივე პენალტი ზაბარნის ცუდ თამაშს მოყვა. მან თამაშის წესები დაარღვია და საბოლოოდ მატჩის ანტიგმირად იქცა. სამწუთიან მონაკვეთში კვარაცხელიას მონაწილეობით PSG 2 ბურთით წინ გავიდა. 51 წუთზე ქართველის პას დუეს გოლი მოყვა. 54 წუთზე ხვიჩამ შესანიშნავად დაარტყა ბურთი ორივე ძელს მოხვდა და კარში შეგორდა. პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ჰაკიმის პასის შემდეგ დუემ დუბლი შეასრულა 1-4. ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში 2 მატჩში 2 გოლი აქვს და 1 საგოლე გადაცემა. პირველ ტურში ატლანტას შეუგდო, ხოლო ბარსელონასთან ტრავმის გამო არ უთამაშია. 73 წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შეცვალა. თამაში უსმან დემბელე ჩაერთო, რომელმაც მოედანზე გამოსვლიდან 3 წუთში ბარკოლას პასის შემდეგ შეაგდო და ანგარიში 2-6 გახადა. ჩემპიონთა ლიგის ფაზაში PSG-ს 13 გოლი აქვს გატანილი და 3 გაშვებული. მეოთხე მატჩს შინ ბაიერნთან გამართავენ. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი სხვანაირად აღნიშნა. აქამდე ის კალათბურთელ სტეპკარის მსგავსად აღნიშნავდა, 2 ხელის სახეზე და ძილის იმიტაცია. დღეს კი მან ახალი აღნიშვნა შემოგთავაზა. ფრანგული მედიის ინფორმაციით ეს ყველაფერი კიდევ ერთ კალათბურთელს, დიანჯელო რასელის ცნობილ Ice in My Veins უკავშირდება. ამ ჟესტის პოპულარიზაცია სწორედ ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ყოფილმა გამთამაშებელმა დაიწყო, რომელიც ახლა უკვე მრავალი სპორტსმენისა და ფეხბურთელის საყვარელი აღნიშვნაა. მისი მნიშვნელობაა, რომ მოთამაშემ 7 და აუღელვებელი დარჩა გადამწყვეტ მომენტში. ზუსტად ასე იყო ხვიჩას შემთხვევაშიც. დარტყმის მომენტში არ აღელდა და თავისი გოლით მთელი პარი სენ-ჟერმენი დაამშვიდა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუპერვარსკვლავმა გოლის გარდა საგოლე პასით შეასრულა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ანგარიში 1-1 იყო. მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შენარჩუნებამდე დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ვიცით რომ კარგად თამაში შეგვიძლია. დღეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო, სწრაფი გოლი გავიტანეთ და მეტოქეს ყველა ასპექტში ვაჯობეთ. ახლა ბაიერნზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ჩვენი ყველა თამაში, ყველა მეტოქისთვის მესიჯია. საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულები და არა სხვა გუნდებზე. მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რადგან წინ რთული და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩემი გოლი? ვფიქრობ კარგი იყო, მაგრამ თავიდან ცოტა შემეშინდა. მეგონა ბურთი ცდებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ასე არ მოხდა. მატჩის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკეც ესაუბრა მედიას. შეგრძნება, მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს. ძალიან კარგად ვითამაშეთ, გქონდა რამოდენიმე ძალიან აშკარა მომენტი. გამარჯვებას ვიმსახურებდით. ოდნა უცნაური იყო, რომ საჯმა ორივე გუნდის ფეხბურთელი გააძევა. თამაში შეიცვალა, 10-10 ფეხბურთელით ვთამაშობდით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით. გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია, ბევრ ამას ვერ აკონტროლებ, მაგრამ ჩვენ ჩვეულ სამუშაოს ვასრულებთ. ვამაყობთ ამ გუნდით. ესპანელმა სპეციალისტმა კანალ პლუსთან უსმან დემბელეზე ისაუბრა, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გოლი გაიტანა. მან გაიტანა, როგორც ხშირად აკეთებდა გასულ სეზონში, ბარკოლას გადაცემის შემდეგ. სასიამოვნოა, რომ ფეხბურთელებს შორის ასეთი ურთიერთგაგებაა და ისეთი მოთამაშეები, როგორიც უსმანი და მარკინიოსი ისევ ბრუნდებიან. ჩვენ ბედნიერები ვართ, ასე უნდა გავაგრძელოთ. დღევანდელი ჩვენი ვიდეო კი დასასრულს მივახლოვდა, იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. ჩვენი მიზანია ავიდეთ 1000 მოწონებაზე. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.